ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ. ძალიან ემოციური, ამავდროულად სასიხარულო და ვიტყვი რომ ალბათ რთულიც. უკვე ეხლა ვხვდები რომ აღარ განმეორდება აღარასდროს და ეს უბრალოდ ყველაზე ტკბილ და თბილ მოგონებად დაგვრჩება. ეს განვლილი 12 წელი ზღაპარივი ჩაიარა. ჩემთვის ძალიან რთულია ეს 12 წელი აქ დარჩეს და ახალი ეტაპი დავიწყო. ძალიან ნერვიულობ. ყველაფერი დღეს ამომიტივტივდა, ფოტოები რომ ვნახე, მასწავლებელს რო შევხვდი. აღმოჩნდა რომ ესეთი ცუდი მართლა არ ყოფილა, როგორცაც ფიქრობდი. ბევრი რაღაცა მასწავლა ამ 12 წელმა და რა თქმა უნდა დღევანდელი დღე ცოტა არ იყოს ძნელია ჩემთვის დატოვება ამ სკოლის მასწავლებლების, რომლებიც მიყვარდა და კლასელების დატოვებაც. ახალ ამბიჯებს ვყავთ და ახალ ცხოვრებას ვწევთ ასე რომ ვთქვათ რა. და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის დღეს მე-12 კლასელებისთვის. რა თქმა უნდა, ყველას ვუსურვებ რომ მალე ჩაებარებინოს და კარგად ჩაებარდნოს ეროვნული გამოცდები და კარგად მოწყობილიყო უნივერსიტეტებში რა. ძალიან მომეატრება ეს 12 წელი. უცებ გავია ძალიან, მართლა ვერ მივხვდი როგორ. დღემდე მახსოვს ყოველი წუთი, ყოველი წამი, რა ვიცი, ყველა მომენტი. ვაღიარებ რომ რა ვიცი, მომეატრება ეს მეგობრული სივრცე, გარემო, ყველანაირი რა. ყველაფერი მომეატრება აბსოლუტურად რაც ყოველს ეხება. ჩემთვის დღევანდელი დღე არის ყველაზე რთული და ამავდროულად ძალიან ბედნიერი დღე, იმიტომ რომ ვიწყებ ცხოვრების ახალ ეტაპს. მაგრამ რთული, იმიტომ რომ ამ 12 წლის მანძილზე რაც მე დავაგროვე, რა მოგონებები, რა მეგობრებით შევიძინე, რა სიტუაციებიც ერთად გადავლახეთ, უკვე ეხლა ვხვდები რომ აღარ განმეორდება აღარასდროს და ეს უბრალოდ ყველაზე ტკბილ და თბილ მოგონებად დაგვრჩება.